ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურ სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ. Ამ საღამოზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის მეგობრობაზე და ისაუბრა იმაზე, თუ წლების განმავლობაში როგორი ურთიერთობის ჩამოყალიბება შეძლო ორმა ქვეყანამ. ილხამ ალიევმა გადაწყვიტა, რომ პირადად დაეთვალიერებინა საქართველოს პრეზიდენტისთვის და პირველი ლედისთვის ბაქო. მან პირადი ავტომობილით ისარგებლა და ერთად დაათვალიერეს ბაქოს ქუჩები. ჩვენ როგორც მეზობლები დიდი ინტერესით და სიხარულით ხვდებით ყველა იმ პოზიტიურ მოვლენას, რაც ხდებოდა საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. საქართველო დღეს და 9 წლის წინ ეს ორი სრულიად განსხვავებული სახელმწიფოა. თქვენ მოახერხეთ კარდინალური რეფორმების გატარება პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით. მოახერხეთ დაგეკავებინათ ღირსეული ადგილი მსოფლიო რუკაზე და საქართველომ როგორც საიმედო პარტნიორმა და რეფორმატორმა ქვეყანამ მოიპოვა დიდი პოპულარობა მსოფლიოში. ეს ყველაფერი ციდან არ ჩამოვარდნილა, ეს ხალხმა გააკეთა, ეს გააკეთა პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდმა მისივე ხელმძღვანელობით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ, ძალიან გვიხარია და ვიღებთ როგორც ძალიან პოზიტიურ სიგნალს რეგიონისთვის. რა თქმა უნდა, აქტიური მოდერნიზება, რეფორმები, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. შეხედეთ, როგორ გარდაიხსნა საქართველოს ქალაქები, სოფლები. იქ არა მარტო ფული, არამედ ძალიან დიდი მონდომება და სული ჩაიდო. ყველაფერი რაც შეიქმნა ამ წლების განმავლობაში, ის სიმდიდრეა, რაც უნდა დაფასდეს. ისტორია ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქტიური მოდერნიზების საკითხშიც ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ჩვენ ჩვენი მხრიდან არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ ერთობლივად, ისევე როგორც ადრე მომავალშიც გავამყაროთ ეს ურთიერთობები. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ბაქოში იმის გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომ ფეხით გაესეირნათ აზერბაიჯანის დედაქალაქში. ამის შემდეგ კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საქართველოს პირველი პირი და მისი მეუღლე ფეხით მიაცილეს სასტუმრომდე. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დღეს მიხეილ სააკაშვილმა უკვე დაასრულა.